ალო, ნინო, სალამი. მოდი გამოვართოთ კამერები, ისე შევიდეთ და მერე იქ ავეწყობით. ყოველი ძალიან ზედმეტი ხო არა? რა თქმა უნდა, ძალიან ზედმეტია, რა უნდა ეხა მანდი მოიწერა. რა გიცნა გვირგვინი. უკვე გადავცეთ ეს ღირსშესანიშნაობა? უკვე გადმოგწეს? თუ მერე გაგიხართ, მოვიტმენ. ეხა თვალი არ გაგექცეს. დავიწყოთ. უსაოთაუროდ ვერ დავიწყებ. ნინო ხარატიშვილი ბერლინში ცალკე ისტორია არის. მე უნდა გავაკეთო ის, რაც მე მიმაჩნია სწორად და იმის იმედი მქონდას, რომ შევძლებ დიალოგში შესვლას მკითხველთან. აყვანიცემდები გავაკეთე. როგორც კი საქართველოს მოხვდება, ანუ საქართველოსდან ვართ და პირდაპირ იწყება ნინო ხარატიშვილის საუბარი. მადრიდში მაღაზიაში შევედი და ეს რაღაცა მარკესი, კამილო ხოსესელა, ჰემინგუეი და ჰემინგუეის გვერდით ხარ შენ. ძალიან დროინკაშო მითხრა, რომ ის სტალინი ჩაანაცვლა ნინო ხარატიშვილს. კარგი წინამორბედი მყავდა. ყოველდღიურობაში და ყოფაში იმდენად არ ვარ ამ საკითხით დაკავებული, რომ რა ვინ არის ნინო ხარატიშვილი, რომ რაღაცნაირად თითქოს მე არ მეხება. მე რვეს სიცოცხლე რომ გამოვიდა და ეს რაღაცა დიდი ის მოყვა ამას, რაღაც ძალიან დიდი პერიოდი დამჭირდა, სანამ გამოვედი ამ ყველაფრიდან, რომ მე შემდეგი რაღაც ნაწარმოები დამეწერა. ამბისთრობა იმდენად არის ამბისთრობის ხელოვნება, რამდენადაც ამბავთან გამოთხოვების. როგორც ჩემი პროფესორი ამბობდა ინსტიტუტში kill your darlings. რედაქტირების პროცესში როგორ ერევა რედაქტორი, რამდენად ქირურგიულად? მე მთელი წერის პროცესის მანძილზე არ ვკითხულობ, რასაც ვწერ. რედაქტირება უკვე ნიშნავს რაღაცა დოზით ცენზურას, სახაზავის ხელებზე რტყმას, ძალიან ბევრს ვჭრით. აი ხა მაგალითად ჯერ არც ვარ ფინალში გასული, უკვე 40 გვერდი ამოვარდნელი, ამიტომ ვორდის 40 გვერდი? ვორდის 40 გვერდი რო დავწერო ჯამში, ვარ უბედნიერეს. შენ უკვე შეელიე? დაუსრულებელი ინფორმაციის უწყვეტი წყაროს რეჟიმში ყოფ ადამიანს აქვს ძალიან დიდი მოთხოვნილება სიმარტივის და ივიწყებს, რომ არ არსებობს მარტივი პასუხები სამწუხაროდ და ჩვენ უნდა ვისწავლოთ აი ამ რაღაცნაირ ამღვრეულ წყალში მაინც ლავირება და იქ ცურვა. თანაუგრძნობ შენს პერსონაჟებს. რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ განსაჯო. რის გაკეთებას ნანობო, რაღაც ბლიც ინტერვიუ იყო. დავფიქრე და მივხვდი, რომ გაკეთებულზე მეტად ხანდახან ნანობ არ გაკეთებულს, როცა რაღაც უნდა გეთქვა და არ თქვი. მე მიყვარს პოეტური ენის და ცოტათი ყოფიერებიდან გასვლა ენობრივად იმისთვის, რომ რაღაცა ძლიერი აღწერო. გარდაუვალი იყო მწარენუში, სუნი ყოველთვის წინააღმდეგობრივ სიყვარულთა ბედს აგონებდა.